მოგესალმებით გულითადად. მადლობლები ვართ, რომ ასეთი განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. დღეს დოქტორი გიგნაძე წარადგენს მოხსენებას თემაზე ქრისტიანობის განსაკუთრებული მისტიკა. ეს ტექსტი იყო უკვე ატვირთული და ყველას შეეძლო მის წაკითხვა, ასე რომ დღეს გვექნება ჯერ პრეზენტაცია და შემდეგ გვექნება საშუალება ინტერაქტიულად ვისაუბროთ. შემიძლია დავიწყო. შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ მოწვევისა და ნდობისთვის. ამ რთულ დროს, რომელიც დღეს სამყაროშია, როდესაც ლამის ადამიანის კი ჩაანაცვლოს თუნდაც ხელოვნურმა ინტელექტმა, არსებობენ ადამიანები, რომელთა გულზეც ღმერთს შენახებია და რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეგზისტენციალური საკითხები და რასთავარია, მათ სურთ თავის ცხოვრებაში ჰქონდეთ ერთგვარი პროფესია ბჭყალებში, რითაც დაამოწმებენ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ეს ყველაფერი იმდენად მახარებს, რამდენადაც ვენდობი ჩემი უფლის სიტყვებს, რომ სადაც 2 და 3 ჩემი სახელით იკრიბება, მე მათ შორის ვარ. პირადად ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე როგორც ქრისტიანი და როგორც პრაქტიკოსი მღვდელი, ჩემი ცხოვრების მიზანია მუდამ ვეძებო ქრისტესთან კომუნიკაცია და მისდამი ერთგულება. დღევანდელი საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ეს საკითხი არ ექვემდებარება რაციონალიზაციას, ამიტომ ჩვენ როგორც არ უნდა მოვიდომოთ, ჩვენ მაინც ყველა შემთხვევაში მას მსუბუქად შევეხებთ. ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის მისტიკა, როგორიც არის პერსონა, ჰიპოსტასი, თავისუფლება, მაგრამ ამ სიტყვებმა ქრისტიანობის წიაღში სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა. არა მარტო ახალი დატვირთვა, არამედ საიდუმლოებრივი დატვირთვა, იმიტომ რომ ეს ყოველივე ეხება ყოფიერების საწყის, რომელთანაც ჩვენ ინტელექტუალური ჩვენი აპარატით ვერ მივალთ და მას ვერ მივწოდებით. ჩვენ თუ ვართ თეოლოგები, მასადამე ჩვენ არ ვართ საკუთრივ ფილოსოფოსები. ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფიერების ცოცხალი საწყისი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ცოდნას თავისი გამოცხადებით. თეოლოგიის მიზანი არ არის გამოიგონოს ჭეშმარიტება. თეოლოგიის მიზანია გამოცხადებულ ჭეშმარიტებაში წვდომა, რაც შეიძლება სიღრმისეულად, რომელ წვდომასაც დასასრული არ აქვს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს ცოდნა, რომელსაც ჩვენ გამოცხადებით ჭეშმარიტების წვდომით ვიღებთ, ამ ცოდნას კონდეს ჩვენთვის უაღრესად პრაქტიკული დანიშნულება. ჩვენს პირად ეგზისტენციალურ ძიებაში. უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის თემები, რომელიც იმ ტერმინებით გამოიხატება, რომელიც ჩვენ წეღან ვახსენეთ. ეს არის პერსონა, პიროვნულობა და თავისუფლება. იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, როგორ შორსაც არ უნდა იყოს, იგი ყოველგვარი თქვათ ფილოსოფიიდან, თეოლოგიიდან, ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი ადამიანი ინტუიციურად ცდილობს პიროვნულ გადარჩენას და თავისუფლებაში ცხოვრებას. გარედან, როცა ჩვენ ადამიანებს უყურებთ, არც მისი პიროვნულობა ჩანს და არც მისი თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ მის ინდივიდუალიზმს და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ დეტერმინირებულია იგი სოციუმში. როგორ დეტერმინირებულია ბიოფიზიკურ კანონებში, რომელიც სამყაროში არსებობს. როგორ შემოსაზღვრულია ზნეობრივი და თვითრელიგიური პარადიგმაში. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმასაც კი ამბობენ, რომ თავისუფლება არ არსებობს. რაც შეეხება პიროვნულობას, ჩვენ ყოველთვის ჩვენს ინდივიდუალიზმზე ესე ვამბობთ. ჩემი გონება, ჩემი სული, ჩემი გული, ჩემი ფსიქიკა, ჩემი ხორცი, ჩემი რაღაც გარკვეული ნებისმიერი თვისებები, მაგრამ არასოდეს არ ვამბობთ ჩემი პიროვნება. ყოველთვის ვამბობთ, რომ მე მაქვს ჩემი გონება და ჩემი სული და ჩემი გული, მაგრამ პიროვნებაზე ვამბობ, მე ვარ პიროვნება. პიროვნულობის შესახებ ცოდნა მთელ სამყაროს ბიბლიიდან მიეცა. პიროვნულობა, რომელიც არსებობს ბუნებით, მაგრამ ამ ბუნებაზე არ დაიყვანება. ჩვენ გამოცხადებით მოგვეცა ცოდნა, რომ ყოფიერების საწყისი არის პიროვნული. ყველა ვიცით მოსესთან ღვთის გამოცხადება, როცა მოსე ეკითხება, ვინ ხარ შენ, რა არის შენი სახელი, ღმერთი პასუხობს გამოცხადებით მაყლოვანში. იგი არის მე ვარ და თავისუფლების იდეა და თავისუფლების რეალური არსებობა სწორედ ყოფიერების პიროვნული საწყისიდან გამომდინარეობს. როდესაც პიროვნულობა თვით ბუნების არსის ყოფიერებითაც კი არ არის დეტერმინირებული. არსებობის აუცილებლობითაც კი არ არის დეტერმინირებული. თეოდორ დოსტოევსკის ცნობილი რომანი არის ეშმაკნი, სადაც იქ ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟია გმირი, რომელიც ესეთ რამეს ამბობს, რომ ადამიანი რომ გათავისუფლდეს, მან თავის არსებობაზე უარი უნდა თქვას და თავი მოიკლას. მაშინ ის გახდება ღმერთივით თავისუფალი. ანუ ამ შემთხვევაში დოსტოევსკი გვაჩვენებს, რომ
თვითურწმუნო ადამიანიც ათეისტია ისიც კი ხვდება, რომ ადამიანი ყოფიერების აუცილებლობითაც კი კარგავს თავისუფლებას. ღმერთთან ასე არ არის, იმიტომ რომ მისი არსება, მისი ბუნება შეუქმნელია, მას ყოფიერების მიზეზი თავის გარეთ არ აქვს. როდესაც ყოფიერების მიზეზი არ აქვს გარეთ, მაშინ გამოდის, რომ მისი არსება არაფრით არ არის დეტერმინირებული. ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი თამამად გამოთქვავს, რომ ღმერთი არის, იმიტომ რომ მას უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ მისი საწყისი არის პერსონა. როდესაც ძე ღმერთი ადამიანად მოვიდა, მან კიდევ უფრო მეტი საიდუმლოება გამოგვიცხადა, რომ არის არა პერსონა, არის არამედ სამი პერსონა და ერთი არსება. როდესაც ღმერთი ერთია ყოფიერების საწყისი, როცა ერთი არსება და სამი პერსონა, აქ კიდევ ერთხელ წარმოჩინდება პიროვნულობის საიდუმლოებრივი მხარე, რომელიც ინტელექტუალურ წვდომას არ ექვემდებარება. ყოფიერების საწყისი რომ არის ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ერთარსება სამპიროვანი, იმასაც გვიჩვენებს, რომ იმასაც განგვიცხადებს, რომ პიროვნულობა, ანუ ჰიპოსტასი პიროვნულობა არ დაიყვანება ბუნებით თვისებებზე, ანუ ინდივიდუალურ თვისებებზე. პიროვნულობა არ დაიყვანება ინდივიდუალურ ბუნების თვისებებზე. რამე თუ ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასებს პირებს ბუნებითი თვისებები ყველას საერთო აქვს. ვერ ვნახავთ ვერც ერთ თვისებას მამა ღმერთში რომ არ კონდეს ძეს და სულიწმინდას და პირიქით. ისინი ყველაფრით ერთნაირები არიან. ამიტომაც არ არის შემთხვევითი რომ ეკლესიის წმინდა მამებმა პიროვნულობის უნიკალურობის მაჩვენებელ მახასიათებელ ტერმინად გამოიყენეს ჰიპოსტასი, რომელიც გრამატიკულად უსიას სინონიმია, პატარა ოდნავი ნიუანსობრივი განსხვავებით. და ხო ის აუცილებლია, აქ არის ესე იგი უცნაური რამ, რომ ერთგვარი ანტინომიური რეალობა იქმნება. ყველაფრით ერთნაირები არიან, მამა, ძე და სულიწმინდა, მაგრამ მათ შორის არის ისეთი განსხვავება, რომელიც შეიძლება ითქვას აბსოლუტურიც კი არის, რადგან მამას აქვს თვისება, რომელიც არ აქვს ძეს და სულიწმინდას, ძეს აქვს თვისება, რომელიც არ აქვს დანარჩენ ორს და ასე შემდეგ. უпроსორად ეს არის ის თვისებები, რითაც წარმოჩინდება თურითი განსხვავდებიან ისე ერთმანეთისაგან. მამა უშობელია, ძე მარად იშვება, სულიწმინდა ღმერთი მარად გამომავალი. მაგრამ ეს არ არის არსობრივი თვისებები, ჩვენ ბოლომდე არც კი ვიცით ეს რას ნიშნავს. მაგალითად არ ვიცით რა განსხვავებაა შობასა და გამომავლობას შორის. და ამ დროს ადამიანი, როგორც ხატი და მსგავსება ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა, ადამიანი, რომელიც წეღანად თქვი, თავის თავში ინტუიციურად იბრძვის პიროვნული უნიკალურობის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის. ქრისტიანობამ, როდესაც პიროვნულობა როგორც უმაღლესი კატეგორია ასე ახლებულად როცა წარმოაჩინა, ადამიანის პიროვნულობის დახასიათებისათვის ორი ტერმინი გამოიყენა. ეს არის პროსოფონ ბერძნული და პერსონა ლათინური. ერთი ნიშნავს როლს საზოგადოებაში, მეორე ნიშნავს ნიღაბს სცენაზე. ძალიან საინტერესოა ნიღაბი რატო? იმიტომ რომ ნიღაბი მსახიობს სცენაზე აძლევს შესაძლებლობას ითამაშოს გარკვეული როლი, რომელიც თვითონ არ არის. ანუ მე არა ვარ ის, რასაც მე წარმოვაჩენ, თქვათ, საათნახევრის განმავლობაში სცენაზე. განსხვავებულია ის, რასაც მე წარმოვაჩენ საათნახევრის განმავლობაში, იმიტომ რომ ნიღაბი მიკეთია. მაგრამ ეს ნიღაბი მე არა ვარ. და ამ დროს ეკლესიის მამები ამბობენ, დიახაც, ადამიანი არის პიროვნება, ოღონდ ეს პიროვნება მას კი არ ძორება, როგორც ასეთი ნიღაბივით, არამედ ეს არის მისი არსი, მისი ყოფიერების უმთავრესი ონტოლოგია. პიროვნულობა, იგივე ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა ჰიპოსტასი, არ არსებობს ბუნების გარეშე, აი აქ ხედავთ უკვე ადამიანური ყოფიერების ტრაგედიას. მას აქვს ღვთის მსგავსი პიროვნულობა, ჰიპოსტასი, მაგრამ ისეთი ბუნება აქვს, რომლითაც მას თავისუფლების მიღწევა თავად არ შეუძლია. მით უმეტეს 64-ში ყოფნისას ადამიანმა ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა სრულყოფილებისათვის, ღმერთთან ურთიერთობის მაგივრად, სრულყოფილებისათვის სხვა გზა ერჩია. ეს სხვა გზა არის გარეგანი რიტუალური მხარე, სადაც გამოიყენა გარე სამყარო და დემონური ნება. პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს ჩვენ ყველას გამოგვიცდია, როდესაც ჩვენი ღირსეული პიროვნული არჩევანის პიროვნული ღირსეული პიროვნული მისწრაფებას ხელს უშლის ჩვენი ხორციელი ხშირად არაჯანსაღი მიდრეკილებები და ჩვენი ეგოიზმი, სიამაყე, ამპარტავნება, ანგარება, ორგულება, მზაკვრობა, ანუ ის თვისებები, რომელიც აშკარად უცხოა ადამიანური ღირსებისთვის და უფრო დემონურს გავს და ცხოველურს. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ყველას ებრძვის თვით პავლე მოციქულის სიტყვები გვახსოვს, როგორ ამბობს, ეს მე მინდა ზეციერი, მაგრამ მიწიერს ვაკეთებ და ვინ მიხსნის ამისგან და მე ქრისტეს შეღაღადებს. და ადამიანი
ისეთ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ქრისტეს აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი: სასუფეველში დამკვიდრება ადამიანისათვის არის შეუძლებელი, მაგრამ ის შესაძლებელი ხდება ღმერთის მიერ. და აი იმისათვის, რომ ადამიანი გამოხსნილი იქნას აი ამ ყოფიერების დეტერმინირებული მდგომარეობიდან, ამისათვის ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ რამეს ჩადის ღმერთი, ტრანსცენდენტული ღმერთი სამყაროში, დეტერმინებულ სამყაროში შემოდის საიდუმლოებრივად, ანუ ჩვენი გონებისათვის მიუწვდომლად და წმინდა ქალწულისაგან იღებს ადამიანურ ბუნებას. და galaktikების შემოქმედი მოსული ადამიანად განგვიცხადებს ყოფიერების საიდუმლოებებს, რომ როგორია ღმერთი და რისთვის შექმნა მან ადამიანი. რომ თითოეული ადამიანი, პავლე მოციქულს აქვს საოცარი სიტყვები რამდენჯერმე ნათქვამი, სანამ სამყაროს შექმნიდა ჩვენ ღვთის ხსოვნაში მანამდე ვიყავით. მართალია ადამიანი დაზიანდა, როცა 64-ში ღმერთს ზურგიში აქცია, მაგრამ განკაცებული ძეღმერთი მოდის როგორც დაკარგული ცხრის მოსაძებნად წასული მწყემსი, როგორც სახარებაში იგავ სახეს გვაჩვენებს. და გვაძლევს თავისუფლებას, იმგვარ თავისუფლებას, რომელიც თავისუფლებას სამყარო მანამდე არ იცოდა. გახსოვთ, როდესაც რელიგიური ფარისევლები მას ესაუბრებიან, უფალი ეუბნება მათ, რომ თქვენ ხართ მონები და ის მათ უკვირთ, ჩვენ რატო ვართ მონები და საოცარ პასუხს აძლევს. რომელმა ქმნას ცოდვა, იგი მონაა ცოდვისა. ანუ ცოდვა, ცოდვა როგორც ღმერთს დაცილებულობა, ღმერთს დაცილებულობა არის ის, რაც ადამიანს ამ ყოფიერების პარადიგმაში ამყოფებს და თავის გათავისუფლებაში ხელს უშლის. ქრისტიანი აზრებს, რომ რადგან თავისუფალი მხოლოდ ღმერთია, რამე თუ ის შეუქმნელია, ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩემი პერსონა, პიროვნება გათავისუფლდეს, ჩემი პიროვნება უნდა რეალიზდეს ღვთაებრივი ენერგიებით. მაგრამ კითხვა ჩდება, როგორ მე ხო ეს ჩვეულებრივი ადამიანური ხორცი და სული მაქვს და ეს ხო ცხოველური მიდრეკილებებით და ეგოიზმით არის სავსე და როგორ უნდა მოხდეს ჩემი გათავისუფლება, ჩემი პერსონა ხო ჩემი ბუნების გარეშე არ არსებობს. აი აქ ვლინდება დიდებულება და მნიშვნელობა ღმერთის განკაცებისა. როცა ღმერთი ადამიანად მოდის, თავის ძეღმერთი თავის პიროვნებაში შეიერთებს რა ადამიანურ ბუნებას, მას განაღმრთობს, ანუ ხდის ისეთს, რომელსაც შეუძლია თავისუფალ ყოფიერებაში არსებობა. ღმერთი რო ადამიანად მოდის, ეს ერთი აღებული ინდივიდუალური ბუნება, რომელიც მან შეიერთა, რა თქმა უნდა, ეს არ გაუკეთებია საკუთარი თავისთვის. მას ეს არ ჭირდებოდა, ეს გააკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ მე მასთან კავშირი გქონდეს, მე მასთან ზიარება მქონდეს. აი მაგალითად, წარმოიდგინეთ, ღმერთი, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და ამ ბუნებას მიეცა ღმერთის თვისებები, რომ წარმოვიდგინოთ სიმბოლურად მაგნიტი, ჩვეულებრივი რკინა, რომელმაც მიიღო მაგნიტის თვისებები და უკვე ნებისმიერი სხვა რკინა, რომელიც ამ უკვე მაგნიტის თვისება მიღებულ რკინას მიუახლოვდება, თავათაც მაგნიტურ თვისებებს შეიძენს. ეს რომ მოიხსნას აქედან, იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება ცალკე რო დარჩეს, ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა, მაგრამ როგორც კი ღმერთთან არის, ეს უკვე იზიდავს ყველა სხვა რკინას. რაღაც მსგავსი რაღაცა, ანუ ადამიანად მოსული ღმერთის ადამიანურ ბუნებასთან თანაზიარება, არსობრივი კავშირი განაპირობებს თითოეული ჩვენგანის განხვრთობას. ეხლა ნახეთ ეს პრაქტიკაში როგორ სახეს იძენს, როგორ ლოგიკურად მუშაობს, თუმცა ეს ლოგიკა ქრისტიანის ლოგიკაა, სხვა შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ფიქრობ, სხვაც კარგად გაიგებს, არა ქრისტიანი. მე თუ მწამს ღმერთის არსებობა, პერსონალური, პიროვნული ღმერთის არსებობა, პერსონალურობა, პიროვნულობა ნიშნავს, ის არის გონიერი და თავისუფალი. ის არის სამყაროს შექმნილი, შესაბამისად ის არის დროის და სივრცის შექმნელი, როგორც ჩვენ ამას წმინდა წერილში ვკითხულობთ, მან შექმნა სამყარო არაფრისგან, ფათაშორის დიდი აფეთქების თეორიას ძალიან გავს, შექმნა სამყარო არაფრისგან და დროც მან შექმნა, რა თქმა უნდა, სივრცესთან ერთად. ასე ჩვენ წმინდა წერილში ვკითხულობთ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე დროსა და სივრცეში ღმერთს ვერ ვიპოვე. ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ და ჩვენ ახლა ამდენი ხალხი ვზივართ აქ, ქრისტეს სახელით შევიკრიბეთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენთან არის, რადგან ჩვენ მის სახელით შევიკრიბეთ,
და რადგან ქრისტე ჩვენთან არის, ახლა ვთქვათ, აბა მოდი მოვძებნოთ რომელიმე კუთხაში ქრისტე. ღმერთი მოვძებნოთ სად. თუ ამ სივრცეს უსასრულოდ გავზდით, მაინც ვერ ვიპოვით, იმიტომ რომ სივრცეში ღმერთს ვერ იპოვოთ. იმიტომ რომ ღმერთი არ არის დრო და სივრცე, იგი გონიერია და მხოლოდ გონიერ ადგილას იძებნება. ხილულ სამყაროში ერთადერთი გონიერი ადგილი არსებობს. ეს არის ჩვენი შინაგანი სამყარო. ანუ როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, გული, ოღონდ ანატომიური გული არ იგულისხმება. ადამიანში არის მისტიკური სიღრმე, რაც არ არის თქვათ ცხოველთა სამყაროს არც ეს წარმომადგენელში. ჩვენ მისტიკური სიღრმე გვაქვს. და ეს მისტიკური სიღრმე იმდანად ღრმა არის, რომ დავით მეფსალმონე მას უწოდებს უფსრკულს. ეს მისტიკური სიღრმე იმდანად მნიშვნელოვანია ადამიანში, რომ ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ადამიანი შექმნილია როგორც ჭურჭელი. და გახსოვთ პავლე მოციქულზე რო ამბობს უფალი, რომ მე ჩემი რჩეული ჭურჭელი ვიპოვე. მაგრამ თუ ადამიანი იქნება დაიწყებს თავისი თავისუფლებით, პიროვნული არჩევანით ღმერთთან თანამშრომლობას, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, თანამუშაკობა ღმერთთან, თუ ამას დაიწყებს, მაშინ ნელ-ნელა მოხდება და თანამშრომლობა ეს ძალიან ვრცელი თემაა, რას ნიშნავს თანამშრომლობა, ეს ასკეზასაც შეიცავს და ბევრ სხვა რამეს, მისტიკურ კავშირს. და მაშინ თუ ადამიანი დაიწყებს ამგვარ ცხოვრებას, მაშინ მოხდება მისი შიდა სამყარო, როგორც გრიგოლ პალამა ამბობს, გული და კიდევ უფრო სიღრმის განწმენდა, ანუ ღვთისნების რეალიზება ჩვენ შიგნით მისტიკურ სიღრმეში. და ამ დროს პავლე მოციქულის ეს იმპერატიული ნათქვამიც გავიხსენოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ღვთის ტაძარნი ხართ. ჭურჭელი გადაიქცევა ტაძრად. რა განსხვავებაა ტაძარსა და ჩვეულებრივ სივრცეს შორის? ის განსხვავებაა, რომ ტაძარში ღმერთი თავისი ენერგიებით იმყოფება და იქ აღესრულება მუდმივი ღვთისმსახურება. სწორედ ამიტომ საუბრობს პავლე მოციქული იმ ორ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც სამყარომ არ იცოდა, მაგრამ ღმერთის განკაცების მერე სამყაროს ეცნობა კონკრეტულად ქრისტეს მიმდევრებს. პირველი საიდუმლოება ეს არის ის, რომ ქრისტემ დაარსა ეკლესია, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და მისი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ჩვენ შორის არის ღმერთი. მაგრამ ეს კრებული არის არა მექანიკურად ერთად არსებული ადამიანების ერთობა, როგორც მაგალითად ტრამვაიში რო ზიან ერთად ადამიანები, არამედ ეს არის როგორც ცოცხალი ორგანიზმის ცოცხალი უჯრედები. და იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი ცოცხალი უჯრედი იყოს, ის თავადაც უნდა გახდეს ღვთის ტაძარი. ამიტომ მეორე საიდუმლოებას პავლე მოციქული ასე გამოხატავს ქრისტე თქვენში, ანუ ქრისტე ჩვენში, როცა ჩვენში იწყებს ცხოვრებას სამყაროს შემოქმედი. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია ქრისტესადმი სიყვარულის გარეშე და თუ გვიყვარს ქრისტე, მაშინ ქრისტე გვპირდება, რომ ჩვენთან ერთად იქნება ჩვენში მამაც და სულიწმინდად, ანუ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი დამკვიდრდება ჩვენში. ეკლესიის მამები გვეუბნებიან, რომ ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო აღარ განსხვავდება ზეცისგან, იმიტომ რომ იქაც ღმერთია და აქაც ღმერთია. ესეთი ადამიანი პირდაპირ გაგებით ხდება ნათელი, რომლის ნათელიც წყინავს ისე, რომ სხვა ადამიანები ხედავენ მე ამ ნათელს და თავადაც ღმერთის ძიებას იწყება. ამას აქვს პრაქტიკული მხარეც, თქვათ, მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც ისიხაზმად იწოდება, ეს არის შინაგანი მყუდროება, საკუთარ თავში მყუდროება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ღმერთთან კომუნიკაციას ცდილობს. ამას ეკლესიაში 2000 სლოვანი გამოცდილება აქვს, იგი დღესაც ცოცხალია და უაღრესად საინტერესოა ეს საკითხი. ღმერთის ჩვენთან რეალურმა მყოფობამ, სამყაროში ადამიანებში რეალურმა მყოფობამ, ჩვენ ქრისტიანებმა მეტაკლებად ვიცით, თუ როგორ შეცვალა ოდესღაც წარმართული სამყარო უკეთესობისკენ. მიწაზე შექმნა უდიდესი ქრისტიანული ცივილიზაცია და თითოეულ ადამიანს მისცა მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თეოლოგია იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მე დამეხმარება პრაქტიკულად ჩემს გულში ჯერ გადავარჩინო ქრისტიანული ცივილიზაცია, ჩემი გული გაუღო ქრისტეს და ჩემი მაგალითით სხვებსაც ვაჩვენო, რომ ასე ცხოვრება ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი. მე მგონი ზომაზე მეტად ვისაუბრე, ახლა უკვე იმდენი ვილაპარაკე უფალზე, რომ მინდა წავიდე და ვილოცო. An davasrulet Kitra-Pasachis Regimes. Gut, soweit sind wir mit der ersten einführenden Rede fertig und natürlich sind die Fragen willkommen, bitte, auch vom Text. Ich habe eine Frage. Ich habe schon manchmal gehört, dass es in der orthodoxen Theologie wichtig ist, dieses Einswerden mit Gott auch in der Liturgie, dass man sich sozusagen versucht, zu Gott zu gelangen. Wie kann das geschehen? Ist das zum Beispiel durch Gebet, durch spirituelle Übung oder was gibt es? Die Einung mit Gott, ja? Oder wie kann das geschehen? Ja? ხშირად გამიგია, რომ მართლმადიდებელ ლიტურგიაზე მთავარი მიზანი არის ერთი გავხდეთ ღმერთთან.
როგორ შეიძლება ეს მოხდეს? რა არის ამის კონკრეტული გზა? ლოცვა, ლიტურგიაში მონაწილეობა, ან როგორ არის წარმოსადგენი? ესე იგი, ყველაზე ჩემს სუსტ წერტილს დაარტყა მკითხველმა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მენატრება. განსაცვიფრებელი რამ არის. ლოგიკურად აუხსნელი ფენომენია ლიტურგია. თითქოს ერთ და იგივეს ამბობ და აკეთებ ყოველ წირვაზე. მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს ორი ერთნაირი ლიტურგია. სახარებაში უფალი გვეუბნება, რომ ჩემს მოსახსენებლად, აი საიდუმლო სერობას, როცა გამართავს, ამბობს, რომ ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთეთ. ძალიან საინტერესოა ეს რა კუთხით. მე თუ მინდა რომ ქრისტე მახსოვდეს, რა საჭიროა მისტიკაში მონაწილეობის მიღება. მე ხო ინტელექტუალურადაც შეიძლება მახსოვდეს, მაგრამ ინტელექტუალური მახსოვრება არ არის რაღაცა იმდენად ღირებული, აი მაგალითად ბიჭს რო გოგო ძალიან უყვარს, არც ურეკავს, არც მის სურათს უყურებს და უბრალოდ ახსოვს. ეგ ხო არ არის ნორმალური სიყვარული. მას მთელი არსებით უნდა ახსოვდეს, მათ შორის გულის და კიდევ უფრო სიღრმისეული მდგომარეობით. ამიტომაც ნახეთ როგორ არის. მე გახსოვდეთ კი არაო, არამედ ჩემს მოსახსენებლად ყოველთვის შეჭამეთ. ანუ ეს ვიზუალიზაცია ესეა. ეს არის ჩემი ხორცი, ეს არის ჩემი სისხლი და ის შემოდის ჩემში. ჩემი სიცოცხლე ხდება. პავლე მოციქული ამბობს, მე კი აღარ ვცოცხლობ, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. წეღანას ვთქვით, რომ ქრისტე უნდა დამკვიდრდეს ჩვენში. საკვების ჭამის მიღების ვიზუალიზაცია ამას ძალიან ეხმარება, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. მაგრამ არა მარტო. იონეს სახარებაში ხაზგასმით ამბობს უფალი, რომ ვინც არ შეჭამს ჩემს იმპერატიული ტონი აქვს, ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს, მე არ ვიქნები მასში და მას არ ექნება მარადიული სიცოცხლე. აი ლიტურგია ამ ყველაფრის გაცოცხლება და რეალიზება. და ფორმა რომ ერთ და იგივე ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ისევ შეყვარებულებზე რო ვისაუბრო, ვთქვათ, ახალგაზრდა კაცს თავისი მეგობარი გოგონა რო უყვარს, ერთი კვირის მერე ვერ ეტყვის, რომ ერთი კვირა გიყურებ და შენ ახლა უკვე ისევ ისახარ და მომბეზდი. ეს ხო სიყვარული არ არის. და იმიტომ რომ რატომ იგივე ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ერთმანეთის ამოწურვა ხო ნიშნავს, რომ სიყვარული არ არის. იმიტომ რომ ადამიანური პიროვნება ამოუწურავია სინამდვილეში. ყოველი ადამიანი მისტიკაა, საიდუმლოებაა. არსებობს ლოცვა მამაო ჩვენო. პირველივე სიტყვა ვიყოთ მამაო. როგორ უნდა ამოწურო ეს სიტყვა? როდის მოხდება ისე, რომ ამას ვიტყვი და ჩემი მამაშვილობა რეალიზებულია ღმერთთან, galaktikების შემოქმედთან. ეს ხო დაუსრულებელი პროცესია. ასე რომ ლიტურგია ეს არის მუდმივად განახლებადი კავშირის შესაძლებლობა ღმერთთან, რომელსაც გარეგანი მსახურების გარდა ესაჭიროება შინაგანი მსახურება, რომელსაც აი წეღან თქვი ისიქაზმი, ანუ გულის მომზადება. იმიტომ რომ კბილებით ღმერთს ვერ ეზიარები, რომ უნდა გულით ეზიარო და გულს მომზადება ჭირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახიჯობია. Patýže საქართველოში. Sagen ist besser einmal zu schauen, so dass ihr seid alle eingeladen in Georgien. მეცნიერებებზე რომ ვისაუბროთ, ხო, აი მეცნიერები, თქვა ფიზიკოსები, რასაც იკვლევენ, იქ ღმერთს მაშინ ვერსად ვერ იპოვიან. მაშინ სად არის ამ ადამიანების საქმიანობაში სიკეთე, ხო, ანუ დროის განმავლობაში რაღაცა სადღაც უნდა იყოს და არის როგორ თან ხდება მაშინ. საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთს ვერ შეხვდები, ამაში ვიგულისხმეთ პერსონალური შეხვედრა. თორე სამყაროში ღმერთი ყველგან ჩანს, ღმერთის კვალი ყველგან ჩანს. იმდენად კარგად ჩანს, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ არის, იმას გამართლება არ აქვს, ეს სამყარო ისეა შექმნილი და ფიზიკოსებმა მით უმეტეს ეს კარგად იცით, ისეა შექმნილი, რომ ყველგან ღმერთის კვალია. და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ღმერთი ჩანს, როცა ადამიანს უყურებ. ადამიანს როცა უყურებ. საოცრება ადამიანი. ადამიანი გარეგნულათაც კი ეს არის შვენიერების ზეიმი. ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ცხოველი რომელია? მაიმუნი. Affe. მაიმუნი ყველაზე ის არის, მაგალითად ირემი უფრო ლამაზია, ჩიტი უფრო ლამაზია, ვიდრე მაიმუნი. არა და მაიმუნი ყველაზე ძალიან ადამიანს გავს. იმიტომ რომ ადამიანი არის აბსოლუტური სრულყოფილება, რომელიც დგას ფიზიკურად ვამბობ. სრულყოფილების წვერზე და ისეთი სრულყოფილებაა, რომ ცოტა გადახრა აქეთ-იქით, რომ სიმახინჯეს ვიღებთ. აი გავიხსენოთ ფანტასტი მწერლები, ან ფანტასტი მხატვრები, რომელიც ან ფილმები, როცა ცდილობენ, რომ უცხო ცივილიზაციის რაღაცა, თქვათ, არსება, გონიერი არსება გამოხატონ. ნებისმიერი მცდელობა გონიერი არსების გამოსახვის, ოღონდ ადამიანი არ იყოს, ყველა გამოდის რაღაცა ადამიანზე ბევრად უარეს ყოველ შემთხვევაში. ანუ ადამიანი ისეთი სრულყოფილებაა, რომ ასეთ სრულყოფილებას ვერანაირად ლოგიკით, გონებით,
ვერაფრით ვერ შექმნი, მასზე უკეთეს. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენზე ჭკვიანია და Weil Gott ist klüger als wir. ანუ ეს არის ღმერთის ძიება, როგორც ღმერთის დამოწმება. უშო ამ კუთხით, რომ ხსნის საიდუმლოებას, რომელშიც პოულობ ღმერთს. კი. თქვენ საუბრობთ ზიარების საიდუმლოზე და მე მინდა ამაზე გკითხოთ, თქვენ განასხვავეთ ერთმანეთისგან პრაქტიკულად, შეჭმა, ასე ვთქვათ, ანუ ვიზუალიზაცია და მეორე თქვით, რომ ანუ უბრალოდ ამაზე ინტელექტით და გონებით ფიქრის საშუალება არ გვაძლევს მასთან მიახლოების რეალურ შანსს. ანუ უბრალოდ ამაზე ვიფიქროთ, ეს თითქმის გამორიცხავს იმას, რომ მართლაც შევასრულოთ ღმერთის სიტყვები და გავიხსენოთ ღმერთი ამ პრაქტიკით. მაგრამ ქალბატონინუსელი ამბობს, რომ თუ კი არ ვიფიქრე ამ საიდუმლოზე, თუ არ გავიაზრე ეს საიდუმლო, მაშინ რეალურ სარგებელსაც ვერ მივიღებ. ამიტომ როგორ მოდის ერთმანეთთან, მე მგონი ის გჭირდება, რომ თქვენ არ გამორიცხავთ ფიქრის მნიშვნელობას, მაგრამ მხოლოდ ფიქრი არჩევთ. მე აქცენტი გავაკეთე მისტიკურ მხარეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიფიქროთ, არამედ გავიხსენოთ ბიბლიური გამონათქვამი. ღმერთი უნდა გვიყვარდეს არა მარტო გულით, არა მარტო სულით, არამედ გონებითაც. ანუ მთლიანად უნდა შევიყვაროთ ღმერთი და მთელი არსება ისწრაფვის ღმერთისკენ, რა თქმა უნდა, ფიქრითაც. არა მარტო გონებით, არამედ პავლე მოციქულს განსაცვიფრებელი სიტყვები აქვს. ადიდეთ ღმერთი ხორცითა მაგითა თქვენით, ანუ მთლიანად, ეს ისიქაზმის ერთ-ერთი საფუძველია, ხორცითაც, გონებითაც, სულითაც, გულითაც, ინტუიციით, ყოველდღიური საქმიანობით, სუნთქვით, გულისცემით, ხორცით, ყველაფრით. რა თქმა უნდა, გონებით. აქ ერთი ნიუანსია, მაგალითად, ლოგიკური აზროვნება, რომელიც გონების ნაწილია, ქრისტიანებისათვის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც სწორად გამოყენება ჭირდება. ანუ ლოგიკური აზროვნება როგორც გონების ერთი ნაწილი, რომელსაც ჭირდება გამოყენება როგორც ინსტრუმენტს. როგორც ინსტრუმენტს ისე ვიყენებთ. ერთ მაგალითს მოვიყვან ამის ილუსტრაციისათვის. როდესაც ჩემი გული დამიდასტურებს, რომ ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი, ამის შემდეგ მე ვდგავ ლოგიკურ ნაბიჯს. ქრისტე ღმერთია? რატო მოვიდა? რა უნდოდა? სად არის მისი ნება განცხადებული? წმინდა წერილში? ესე იგი ვიწყებ მის კითხვას და გამოძიებას. მეორე შეკითხვა შეეხება იმას, როგორ ხდება თქვენ ეკლესიაში ამის პრაქტიცირება მაგალითად, იმიტომ რომ როდესაც შვილები ინათლებიან, ხდება მირონცხება და არის ზოგიერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც პირდაპირ ამასთან ევქარისტიის საიდუმლო დაკავშირებული. ან მოგვიანებით ეზიარებიან, მაგრამ მაინც არარაციონალურ ასაკში. როგორ ხდება გაკვეთილის დონეზე, ასე ვთქვათ, მე ამის დაწევა, ანუ როგორ მიდიან ადამიანები განსჯისეულ გაგებამდე ზიარებას. მართლმადიდებელი დოქტრინის მიხედვით, ნათლობა არის არა მარტო პირობის მიცემა, არა მარტო აღთქმის დადება, არამედ მისტიკა ღვთის სასუფეველში შებიჯებისა. და როდესაც ბავშვი ინათლება და ნათლობა ყოველთვის აღთქმის დადება უძღვის წინ ყოველთვის არის აღთქმის დადება, ოღონ ამ აღთქმის დამდები და შემდგომში პასუხისმგებლები არიან მშობლები. ეხლა მე გეტყვით პრაქტიკაში ამას როგორი ნაყოფები გამოაქვს. ერთის მხრივ ღმერთი არასოდეს არ ძალადობს ადამიანის თავისუფლებაზე და ეს მარტო ნათლობას არ ეხება. აი ღმერთი რო გამოგეცხადოს თელი სისავსით დღეს და საოცარი მადლი მოგცეს ხვალე, ამ ცოდნით, ამ გამოცდილებით ნაბიჯები ისევ შენი თავისუფლებით უნდა გადადგა. მეორე მხრივ ნათლობის და მირონცხების მადლი აშკარად მოქმედებს ბავშვებზე და შინაგანად თუნდაც არაქრისტიანულ გარემოში იმყოფებოდეს, მე ეს ბავშვები აცნობიერებენ, როცა მე ეკლესიაში მოდიან, სულ რაღაცა ეძახდა შიგნით ბავშვებიდან. ხოლო ქრისტიანს ამ სიტყვის დიდი გაგებით ჩვენ მონათლულ ადამიანს არ უწოდებთ. ეკლესიის ესეთი დიდი მამა არის სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი მე-10 საუკუნის, რომელიც აი მისტიკოსი მამა, ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო სხვათა შორის. და ის პირდაპირ ამბობს, რომ არათუ მონათლული, არამედ ადამიანი, რომელიც რელიგიურად ცხოვრობს, მაგრამ ღმერთის შინაგანი განცდა არ აქვს, ის ჯერ ქრისტიანი არ არის. ესეთი მაგალითი მოაქვს, ქალი რო დაფეხმძიმდება, მომავალი დედა ბავშვს გძნობს თავის თავში. და როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ჩვენში და არ გძნობდეთო, ესეთ რამეს ამბობს. კითხვა შეეხება ისიქაზმის პრაქტიკას და გულის ლოცვას, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ. ანუ პირველი შეკითხვა, როგორ არის ეს დაკავშირებული და რა როლს თამაშობს? ერთი მხრივ ევქარისტიასთან, ლიტურგიასთან ერთად, ანუ დაფიქრების მნიშვნელობასთან ერთად, როცა განსჯით ვცდილობ გავიგორას მივეახლები, ეს ერთი. მეორე, რამდენად გავრცელებულია ეს პრაქტიკა, ვისთვის არის მხოლოდ მღვდლებისთვის, მონაზვნებისთვის, თუ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და რამდენად ხშირად ხდება მისი პრაქტიცირება და მესამე, ისიქაზმის პრაქტიკა რამდენად აირეკლება ჩემს შინაგან მდგომარეობას.
ესე იგი პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ისიქაზმე არ არის ეკლესიისგან განცალკევებული რაღაცა მდგომარეობა ან სწავლება, ეს არის ორგანული მდგომარეობა, ორგანული პრაქტიკა, ორგანული სწავლება ეკლესიისა. როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის. ისიქაზმი ყოველთვის არსებობდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, უბრალოდ მე-14 საუკუნეში გრიგოლ პალამამ საეკლესიო კრებებით განამტკიცა მისი საღვთისმეტყველო საფუძველი. რაც შეეხება თუ როგორ ცვლის ის პრაქტიკაში ადამიანს, ამის რაციონალიზაცია ბოლომდე ახსნა არის შეუძლებელი, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ისიქაზს მისდევენ, რეალურად იცვლებიან უკეთესობისკენ. უკეთესობისკენ გულისხმობ უფრო ზნეობრივები კი არ ხდებიან, ადამიანის ზნეობრივი შეიძლება ისედაც იყოს, არამედ უფრო მეტად ემსგავსებიან ქრისტეს. და არის ყველასთვის, ანუ არ არის მარტო მონაზვნებისთვის. საერთოდ ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში მონაზნობა და ერის ცხოვრება განსხვავდება მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლით და არა ხარისხობრივი და არსობრივი. ყველა ადამიანი არსობრივად ერთ და იგივეა. ჩვენ ერთნაირად დავიბადეთ, ერთნაირად ვირწმუნეთ, თუ ვირწმუნეთ ქრისტე და მე ერთნაირად უნდა გავიდეთ ამ ქვეყნიდან და როცა ადამიანი მარადისობას მიახლება, იქ თავარი ის კი არ არის მონაზონია, მღვდელია თუ ერის ადამიანია. არამედ თავარი არის ის, რამდენად შეძლო ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა. წეღანაც თქვი მე, რომ თავარი ნაყოფი ისიქაზმის და ზოგადად სწორი სულიერი ცხოვრების თავარი ნაყოფი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ყველა სხვა ადამიანს ქრისტეს თვალებით უყურებდეს. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის და მდიდარი მრავლისმომცველი სიტყვებისთვის მართლმადიდებლობის შესახებ. ჩემი შეკითხვა შეეხება ადამიანის აქტიურობა პასიურობის ურთიერთმიმართებას. ანუ, როდესაც ადამიანი შედის ურთიერთობაში ღმერთთან, სადამდე არის ადამიანის წილი და სად იწყებს ღმერთი მოქმედებას. ან ასე ვთქვათ, რამდენი შეუძლია ადამიანს ანთროპოლოგიის დონეზე და საიდან ჭირდება ღმერთის მადლის დახმარება. ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა. პირველი, ჯერ ერთი თვითონ სახარებაში არის გარკვეული გრადაცია ადამიანის შესაძლებლობების მიხედვით. ზოგს 1 ტალანტი მიეცა, ზოგს 2 და ზოგს 5. ზოგს 30 ნაყოფი გამოაქვს, ზოგს 60 და ზოგს 100. ცაზე მრავალი ვარსკვლავია, სხვადასხვანაირად ანათებენ, მაგრამ ყველა ერთ ცაზეა. ოღონ აქ არის ერთი ნიუანსი, ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან თანამშრომლობა. ხახსოვს, რომ ვისაც 2 ტალანტი მიეცა, მას კიდევ 2 უნდა დაეგროვებინა და ვისაც 5 უნდა დაეგროვებინა. კიდევ ერთი ნიუანსია, რაც მართლმადიდებლობაში საკუთრივ არსებობს. და რაც ძალიან ცოცხლობს ლიტურგიის დროს. მე სხვა დენომინაციების ღვთისმეტყველებას არ შევეხებით, გეტყვით როგორ არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში როგორ არის რა დამოკიდებულება ამ კუთხით ლიტურგიისადმი. როდესაც ვწირავთ, როდესაც ლიტურგია აღესრულება, მოგეხსენებათ ახლა ეს არის გახსენების თვალსაზრისით საიდუმლო სერობა და გოლგოთა. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიტურგია არ არის მხოლოდ გახსენება გოლგოთის და საიდუმლო სერობის. არც კვლავ აღსრულება გოლგოთის და საიდუმლო სერობის. არამედ ეს არის ზუსტად იმ საიდუმლო სერობაზე ყოფნა, რომელიც საიდუმლოებასაც უფალი აღასრულებს და გოლგოთაზე ყოფნა, როცა ქრისტე ჯვარს ეცმევა ჩვენთვის. ანუ პრინციპი ესეთია, ღმერთთან დრო არ არის, ამიტომ მე შეიძლება ვიმყოფებოდე აქ, გერმანიაში, 21 საუკუნეში და როდესაც წირვაზე ვიმყოფები, ეს 2000 წლოვანი პერიოდი ამოჭრილი, ანუ ღმერთთან არ არის გუშინ დღეს და ხვალ, ღმერთთან მარადიული აწყო, ამიტომ წირვის დროს ვიმყოფები საიდუმლო სერობაზე და გოლგოთაზე ჯვარცმის წინ. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ნიჭის შესაბამისად მაქსიმუმს ვაკეთებ, ოღონ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ღმერთის მოსვლა და გოლგოთის მისტერია არ არის წარსული, არამედ ის ჩემთვის აწმყოა. და როცა მე რაღაც ცოდვას ჩავდივარ, მე ვტკენ ჯვარცმულ ღმერთს, რომელიც ამ წუთს კვდება. და პავლე მოციქულს აქვს ლოგიკისათვის აუხსნელი და მიუწვდომელი სიტყვები. ის ამბობს ესეთ უცნაურ რამეს, ჩემი ხორცით, ანუ ჩემი ღვაწლით ვავსებ ქრისტეს ღვაწლს და ტკივილებს თითქოს რაც დააკლდა, ეხლა მე ვახსენებ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტემ 3 წელიწადნახევარი მოღვაწევა, ჩვენ გადმოგვაბარა ესტაფეტა და ჩვენ ვაგრძელებთ მის გზას აწყოში ისე, რომ ის ქრისტე მუდამ ჩვენ თვალწინა. ადამიანებს ეს აშინებთ და ხშირად ასე რომ საუბრობ, მეუნებიან, ჩვენ ხო ერის ხალხი ვართ და ესე იგი, თუ სულ ესე ავივსეთ რწმენით და ქრისტესად მიერდგულებით,
ჩვენი საქმეები მიწირი როდის ვაკეთოთ. ამაზე პასუხი ესეთია, რომ ქრისტეს არ უნდა მიანიჭო რომელიღაცა ადგილი, თუნდაც პირველი შენ ცხოვრებაში. ის გამსჭვალავს მთლიანად ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი ცხოვრება და ღმერთი და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენ მუდამ გამსჭვალავს გრავიტაცია. ველი გრავიტაცია. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეებს და მუდმივად გვიცემს გული და მუდმივად ვაფართოვებთ და ვკუმშავთ ფილტვებს. ჩვენ შეიძლება მანქანას მართავდეთ და მთელი ფსიქოსომატიკა იყოს მიმართული მანქანის მართვისკენ, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ შეიძლება გვერდზე მყოფ მეგობარს მაღალ იდეალებზე ვესაუბროთ და ესენი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ანუ უნდა გავბედოთ და ღმერთი შემოუშვათ ჩვენ ცხოვრებაში, რომლის წყალობითაც ცემს ჩვენი გული. ესეთი იგავური სახე რო თქვა, შეიძლება? წარმოიდგინეთ 2000 წლის წინ ასე ვსაუბრობთ, ოღონდ იქ ვართ. იუდეაში. და უსებ ვიღაცა მოვიდა და მეუბნება, რაზე საუბრობთ? ღმერთზე. იმანა ღმერთი ადამიანად მოვიდა, იქ ხედავ იქ კაცი რო დგას და საუბრობს. აი ეს არის ადამიანად მოსული ღმერთი, მას ქვია იესო ქრისტე. ჩვენი რეაქცია იქნებოდა როგორიც იყო ნათანაელის რეაქცია. იქ როგორ შეიძლება რამე სიკეთე იყოს. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ღვთისმაძიებელი ხალხი ვართ, ვეტყოდით, კარგი ხო მივალთ, ნახავ და მოусმენ. ხო გახსოვთ ნათანაელს რა დაემართა? ლეღვის ქვეშ რომ იჯექი, მაშინ გიხილე. ანუ ნათანაელი ლეღვის ქვეშ იჯდა და ლოცულობდა. გული გამთბარი ქონა ღმერთით. და ეს არავინ არ იცოდა ნათანაელის გარდა. და ქრისტიანობა მეგიხილე ლეღვის ქვეშ. ნათანაელი მიხვდა რომ მის წინ მინცა დგას. აი წარმოიდგინეთ ჩვენ 2000 წლის წინ რომ მივსულიყავით და ჩვენ გულს დაედასტურებინა რომ ჩვენ წინ დგას galaktikების შემოქმედი. მე მგონი ჩვენ თუ გონიერი არსებანი ვართ, არ მოგცემდა ჩვენი გონიერება საშუალებას რომ ზურგი შეგვექცია და წავსულიყავთ. ვიტყოდი რომ მე ბავშვები მყავს მისახედი, მაგრამ შენი ბავშვები რო ცოცხლები არიან და მათი გული როცემს ღმერთის ხელშია, ღმერთის წყალობა, ღმერთმა გაჩუქა ეს ბავშვები. კაცო ბიზნესი მაქვს, უნდა წავიდე. ბიზნესიც მის ხელშია, ყველაფერი მის ხელშია, ის არის ყოვლის პრობლემა. და ჩვენ ერთი რაღაცა დაგვრჩებოდა მხოლოდ. მთელი ჩვენი ცხოვრებით, ბიზნესით, ბავშვებით, ყველაფრით ყოფილიყავით ქრისტესთან. ეს ღვთლები ეგრე ხედავენ ცხოვრებას. So sind diese Priester das Leben. კითხვის არსი მდგომარეობს იმაში, როგორ მოდის ერთმანეთთან სულიერი და მატერიალური, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არ არის სივრცეში პოვნადი, დადასტურებადი შეიძლება, მაგრამ შეხებადი, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ევქარისტია, რომლის ცენტრიც არის, ასე ვთქვათ, ეს ჭამა, ანუ ეს სხეულებრივი მიღება, მატერიალური მხარისა, არის მომტანი მაზიარებელი სულიერ. ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეძებთ ტრანსცენდენტულს, ჩვენ ვართ დროსა და სივრცეში და ფორმებში. იმისათვის, რომ ღმერთი ჩვენთან კომუნიკაციაზე გამოსულიყო და დეტერმინირებული ყოფიერებიდან დავეხსენით, თვითონ შემოდის ჩვენ სამყაროში ფორმით, დროსა და სივრცეში. თვითონ გახდა იმანენტური ჩვენთვის. და პავლე მოციქული ამბობს განსაცვიფრებელ სიტყვებს. პავლე მოციქული რო არ იყოს, რა მეშველებოდა? გენიოსი. არის გენიალი. დიდარს ღვთის სახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. ჩვენ როდესაც საუბრობთ ლიტურგიაზე, ხატებზე, რიტუალურ მხარეზე, ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს. ეს არის ღვთის სახურება. და ნახეთ, ღვთის სახურება მხოლოდ სპირიტუალური ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ სპირიტუალურები და ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ანუ ღვთის სახურება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ღმერთი ხორცით გამოჩნდა. ამიტომ მე უსმენ მას წეღანავს თქვი, რადგან ღმერთი მოვიდა ადამიანად, მან დატოვა თავისი სიტყვა და იმ სიტყვაში ღვთის ნებას ვხედავ და ვეძებ. რა არის, როგორ განმიცხადა ღმერთმა თავისი ნება? მათ შორის მისტიკური თვალსაზრისით. პავლე მოციქული იმასაც ამბობს, რომ მთელი ეს სარწმუნოების საკითხებზე საუბარი, ყველაფერი საფუძველი არის რწმენა. თუ რწმენა არ არის ქრისტეს ღმერთობისა, მაშინ ყველაფერი აზრს მოკლებული ხდება. რწმენა კიდე ნიშნავს არა იმას, რომ ჯერა ღმერთის არსებობის, არამედ რწმენა ნიშნავს განვითარებას და გახსოვთ ისევ პავლე მოციქული, რწმენა, იმედი და სიყვარული. ანუ განვითარებული რწმენა რო ვითარდება, ჩდება ღმერთზე მინდობა, მე ვენდობ იმას. ამიტომ ქრისტე ამბობს ლოგიკისათვის მიუღებელ რამეს, ჩემი ხორცი და სისხლი თუ არ შეჭამეთ, თქვენ არ გექნებათ მარადიული სიცოცხლე. და გახსოვთ ეს სიტყვები რო თქვა, რა მოხდა? ბევრმა მოწაფემ დატოვა და წავიდა. გახსოვთ მოციქულები მიდიან დევნებიან, უფალო ეს რა ხდი, ძლივს შემოვკრიბეთ ერთი ორი კაცი და ყველანი გაიქცა. წარმოგიდგენიათ იუდეველისათვის, რომელიც ცხოველის სისხლსაც არ სვავდა, უცებ ქრისტეუნება ჩემი სისხლი რომ უნდა ხორცი უნდა შეჭამოთ. ეს იგივეა რომ მოვსულიყავი და მე თქვა რომ თუ გინდა გაიგოთ მართლმადიდებლობა მე უნდა შემჭამოთ. კი არ აუხსნის მოციქულებს, კი არ აუხსნის.
არამედ ეუბნება თქვენ ხომ არ წახვალთ და რას ეუბნება პეტრე მოციქული საწავალთ როდესაც შენთან მარადიული სიცოცხლეა მეთევზე პეტრემ გაიგო რამე ვერა მაგრამ მან იგრძნო რომ მის წინაშე ღმერთი დგას და კიდევ ერთი საინტერესო რამ ამასთან დაკავშირებით რომ უფალი ამბობს რომ თქვენთან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ ეხლა ვერ გაიგებთ და როცა კვლავ გნახავთ მერე თქვენ ჩემთან კითხვები აღარ გექნებათ და გულისხმობს ყდრეთით აღდგომის მერე რომ იხილავს მოწაფეებს ანუ როდესაც ჩვენი გული გვიდასტურებს რომ ქრისტეა ღმერთი რომელიც მოკვდა ჩვენთვის ყდრეთით აღდგა ამაღლდა ზეცად და ასე შემდეგ როცა ჩვენი გული ამას გვიდასტურებს ჩვენში კითხვებზე წინ უკვე გამოცდილება მოდის ამიტომ ზიარება ევქარისტია ეს არის გამოცდილებით დასტურდება რომ ჭეშმარიტად ხორცი და სისხლია ღვთისა და არა რაციონალურად მე მგონი ყველანი ლოცვის ხასიათზე მოვიდა Alle wollen wahrscheinlich jetzt beten. Ich hätte პირველ რიგში მადლობას გიხდით, თუ ჩემი კითხვა უფრო ცნობის მოყარებობიდან მოდის, ასე ვთქვათ და შეიძლება ნაკლებ თეოლოგიურია. მე ვმუშაობდი როგორც პასტორი სამხრეთ კორეაში, in Südkorea als Pastor პრესბიტერიანულ ეკლესიაში და არასდროს მქონია შესაძლებლობა მართლმადიდებელ მღვდელთან მესაუბრა. ამიტომ მინდა გკითხოთ, რა არის მართლმადიდებელი მღვდლისთვის გამორჩეული თვისება, ასე ვთქვათ, ანუ როგორი უნდა იყოს, რა არის განმასხვავებელი და აქვე მადლობას იხდის მართლმადიდებლურ თეოლოგიასთან სამების ყოვლადწმინდა სამების შესახებ სწავლების გამო, რადგან სწორედ მართლმადიდებლურ თეოლოგიის წიაღში შეიქმნა სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ქართველებისათვის სამხრეთ კორეა ძალიან ჩვენ წარმოსახვაში დიდი მშვენიერი და ლამაზი და ზღაპრული მხარეა. ჩემი ცხოვრების მიზანია რომ გავხდე ნამდვილი მღვდელი. მართლმადიდებლური გაგებით მღვდელი არის ის ვინც აწმყოში ქრისტეს მიერ რეალურად აღსრულებულ საიდუმლოებას გარეგნულად განასახიერებს. აი როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს ესეთ შედარებას, მზის სინათლე რო შემოდის და გინდა რომ დაიჭირო თითქოს ხელს კიდებ, მაგრამ ხელს რო ვერ კიდებ, თან იჭერ, თან ვერ იჭერ. აი ესია ღმერთი ლიტურგიის დროს. ეს არის გონება მიუწვდომელი სასწაული, რომელიც არანაირ რაციონალიზაციას არ ექვემდებარება. მართლმადიდებლური გაგებით მღვდელი ნიშნავს იმას, ვინც ევქარისტიას ასრულებს. პრინციპში სხვას არაფერს, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი დანარჩენი შეიძლება ნებისმიერმა სხვა ადამიანმა გააკეთოს, მათ შორის მისიონერობა, მათ შორის პედაგოგობა, თეოლოგიაში განსწავლულობა, ყველაფერი შეიძლება გააკეთოს სხვა ადამიანმა, მაგრამ აი მღვდელი არის ის, ვინც ევქარისტიას აღასრულებს წირვას. ადამიანი შეყვარებული რო არის და რო ეკითხებიან, აბა ვინ შენ გიყვარს, როგორიაო და რო ვერ ამბობს ბოლომდე რა. აი ეგრეა მღვდელი წირვასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კითხვისთვის. ხათაშორის ლიტურგიაზე მინდა ერთი რამე ვთქვა. ჩვენ ვიცით ისტორიულად ესე იყო, რომ მოციქულებმა, რომლებიც არ იყვნენ ბერძნები, რატომღაც ახალი აღთქმის კორპუსი დაწერეს ბერძნულ ენაზე. პირველი ლიტურგიებიც სწორედ ბერძნულ ენაზე აღევლინებოდა და ძველი კოდექსები არსებობს, სადაც ეს პირველი ლიტურგიები არსებობს, როგორი იყო. და რა თქმა უნდა, ის ვითარდებოდა ფორმით და მშვენდებოდა, უფრო და უფრო ლამაზი ხდებოდა ფორმით ლიტურგიები. და თავის ფორმით წვერვალს მიაღწია ბიზანტიაში. დღეს არსებობს ბიზანტიის პატარა ნატეხი შემორჩენილი, ეს არის ათონის წმინდა მთა. და იქ ბევრი მონასტერია და მე ხა ერთ-ერთ მონასტერს დავასახელებ, ეს არის ვატოპედის დიდი მონასტერი. და მიუხედავად იმისა, რომ მე თავად მართლმადიდებელი და თან მღვდელი ვარ და ვწირავდი, როდესაც ჩავედი ვატოპედის მონასტერში და იქაურ ლიტურგიებს დავესწარე, კულტურული შოკი მივიღე, შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ ვისაც სურს, რომ უბრალოდ შეხება კონდეს, შეეხოს იმ უძველეს ტრადიციას, ხო? და ვატოპედის მონასტერში, ვატოპედი განსაკუთრებული მონასტერია, ამას თავის მიზეზები აქვს, ათონის ვატოპედის მონასტერი. ესე იგი, იქ რო შეეხები, ხო, აი პირდაპირ შეიძლება მართლაც კულტურული შოკი მიიღო, ეს რაღაცა სხვა ფენომენია. თქვენ მოხსენების დასაწყისში საუბრობდით პროსოკონის პერსონის ცნებაზე ჰიპოსტასთან მიმართებით და თქვენ თქვით, რომ ეტიმოლოგიურად ეს ორივე ტერმინი მოდიოდა ნიღბის გაგებიდან, ნიღაბი და როლი, ხო? ნიღაბი და როლი, რომელსაც ირგებს ადამიანის სცენაზე, ასე ვთქვათ, კონკრეტული სიტუაციისთვის. მაგრამ თქვენ აქ ხაზი გავუსვით ანთროპოლოგიურ საფუძველს, ანუ რომ ადამიანი თავის პერსონას, ასე ვთქვათ, სხვაგვარად აჩვენებს და არის არსობრივად სხვა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პროსოკონი ფაქტობრივად არ გამოიყენება ჰიპოსტასისთვის, როცა ღვთაებრივ ჭრილში ვლაპარაკობთ. ხო, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ღმერთის პროსოკონზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთის ჰიპოსტასზე. და ლათინურად, ანუ ეს ისევ პერსონათი გადმოდის, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თქვენ თქვით, რომ როცა ადამიანი თავის
ნიღავს, ანუ თავის როლს თამაშობს საზოგადოებაში, ხშირად ის უცხოვდება თავის არსს. მე მინდა შეკითხვა გადავიტანო ღვთაებრივი პერსონის გაგებაზე, ჩემი თემისთვის ეს მნიშვნელოვანია. ანუ ღმერთის პერსონასთან მიმართებით ვუშვებთ თუ არა ისეთ გაგებას, რომ ღმერთი თავისი არსისგან განსხვავებულად აჩვენებს თავს თუ ადამიანს ჭირდება და თუ არა, მაშინ რა არის განსხვავება ადამიანის მიერ გამოცდილებაში მიღებულ პიროვნებასა და ღვთაებრივ პიროვნებას შორის, რომელიც მოდის. ღმერთთან რომ იყოს განსხვავება მის პირსა და ბუნებას შორის, მაშინ იქნებოდა იგივე პრობლემა ღმერთთან, როგორც ადამიანშია. საქმე იმაშია, რომ ღვთაებრივი ბუნება ეს არის აბსოლუტური სიკეთე, შეუძვრელი სიკეთე, თან შეუქმნელი სიკეთე და ამიტომ ღმერთის პერსონა, ანუ ჰიპოსტასი არ ვლინდება არჩევანში. ადამიანი, რომელიც შეიქმნა ღმერთის მიერ, ის იყო სრულყოფილი არსება, მაგრამ ეს სრულყოფილება თავის თავში მოიცავდა განვითარების აუცილებელ შესაძლებლობას. და ამ განვითარებისათვის მას უნდა გაეკეთებინა თავისი თავისუფლების რეალიზება, უნდა მოეხდინა იმით, რომ გაეკეთებინა არჩევანი ღვთის მორჩილებისადმი, რომ ღმერთივით თავისუფალი გამხდარიყო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მან თავი დაუმორჩილა დემონურ ნებას და სამყაროს გარე სტიქიებს. ანუ ადამიანს გნომური ნება, ანუ პიროვნული არჩევანის თავისუფლება დარჩა, მაგრამ ბუნება, რომლითაც ეს პიროვნება რეალიზებულია, მთლიანად დამონებული აღმოჩნდა სტიქიებს და დემონურ ნებას. ამიტომ ადამიანის არჩევანის თავისუფლება ძალიან დიდ ტკივილებს უკავშირდება. თვით პავლე მოციქულთანაც, რომელიც ამბობს, რომ ზეცისამინა და მიწისას ვაკეთებ. ღმერთთან პიროვნული, ანუ გნომური ნება საერთოდ არ არსებობს, ესეთი არჩევანის არ არსებობს, იმიტომ რომ რა უნდა ერჩიოს ღმერთმა, რომელიც თავად მთლიანად სიკეთეა. უბრალოდ წმინდა მამები იყვნენ გამოცხადება, ჩვენ საიდან ვიცით ღმერთი როგორია? გამოცხადებით, რომელიც ყველაზე მეტად სიზუსტით მოცემულია ახალი აღთქმის კორპუსში. ახალი აღთქმის კორპუსს რო კითხულობდა ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება არის ახალი აღთქმის კორპუსი, იქ არსებული მოღვაწეები კითხულობენ ამას და რას ხედავენ? ხედავენ, რომ მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმინდა არის ღმერთი. ისიც ღმერთია, ისიც ღმერთია, ისიც ღმერთი. მაგრამ შინაგანი ინტუიციით ხედავენ, რომ ღმერთი ერთია. პავლე მოციქული რამდენჯერ ამბობს? იოანე მოციქული რამდენჯერ ამბობს, რომ ძე ღმერთზე, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი. სიტყვა, ლოგოსი არის ჭეშმარიტი ღმერთი. და ესეთი ბავშვური რწმენით ამას იღებენ და უხარიათ და ეკლესიაა და ევქარისტიაა და ღმერთთან კავშირია და მადლია და ბედნიერები არიან. მაგრამ უცებ გამოვიდა ვიღაცა და თქვა, რომ იცით ეს ისტორია ეკლესიის, იესო ქრისტე, ძე ღმერთი, ლოგოსი არ არის ღმერთი. მერე დაფიქრდნენ წმინდა მამები, რომ რას ამბობს კაცო ეს ადამიანი? როგორ თუ ღმერთი არ არის? თუ ქრისტე ღმერთი არ არის, ხო გახსოვთ ეს მაგნიტი და რკინა. თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ ჩემი პერსპექტივა ნულდება. იმიტომ რომ ქრისტიანისათვის მარადიული სიცოცხლე, ცალკე და ცალკე ღმერთი კი არ არსებობს. აი ცალკე ღმერთია, ცალკე მარადიული სიცოცხლეა. ქრისტიანი ესე არ ხედავს მარადისობას. ქრისტიანისათვის მარადიული სიცოცხლე და ღმერთი ერთდაიგივეა, სინონიმებია. სიმონ ახალი ღვთისმეტყველი იგივე ამბობს, რა არის 64? რა არის 64? არის ქრისტე. იესო ქრისტე. გახსოვთ აპოკალიფში როგორ არის? მე მინდა დაჯდე ჩემს მარჯვნივ, როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ზეციურ სამშობლოს ეძებდენო და ჩვენი ზეციური სამშობლო არის მამა, ძე და სულიწმინდა, ღმერთია ჩვენი სამშობლო. მაგრამ თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, როგორც პერსონა, ქრისტე პიროვნულად ხო ადამიანი არ არის, ის პიროვნულად არის ძე ღვთისა. თუ ის არ არის ღმერთი, მაშინ ჩემთვის დაიკეტა ღმერთი, როგორც ჩემი სამშობლო. აი ესე წარმოიშვა ქრისტიანული ღვთისმეტყველება. ესე წარმოიშვა ტრინიტარული ღვთისმეტყველება, სადაც ესე იგი იძულებული გახდნენ წმინდა მამები, რომ ეთქვათ, რომ ღმერთი არის უსია, მაგრამ მამაძე და სულიწმინდა, მაშინ ესე იგი ჰიპოსტასი, იმიტომ რომ მაგრამ ჰიპოსტასი და უსია ეს სინონიმებია, ერთდაიგივეა. არის უმნიშვნელო რაღაც ნიუანსებია. კონკრეტულობის მაჩვენებელია. ერთი არსება, მაგრამ სამი კონკრეტიკა გამშეიტანეს. სამი კონკრეტიკა გამოჩნდა მამაძე და სულიწმინდა. თან ერთმანეთს ელაპარაკებიან მამაძე და სულიწმინდა. ანუ სამი კონკრეტულობაა, სამი ჰიპოსტასია, მაგრამ ეს ერთია. ასე ნელა იბადებოდა სამების ღვთისმეტყველება. მაგრამ ეს არ არის ეკლესიის მამების გამონაგონი.
ეს ახალი აღთქმის კორპუსში დევს, როგორც გამოცხადებაში. მადლობას ვუხდი აუდიტორიას რომ მოვიდნენ და ინტერესდნენ ამ საუბრით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ ქრისტეს შესახებ მესაუბროთ. ჩვენ სამრევლოში თბილისის ჯვრის ამაღლების სატაძრო კომპლექსში გვაქვს ეს ორი მოწოდება. არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე და ვუყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით. ამ სიტყვებში არის ქრისტიანული მისტიკაც და ქრისტიანული კაცთმოყვარეობაც. და შემდობას ვითხოვ რომ როგორც ვლაპარაკობ, ესეთი არა ვარ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ. Gott sei Dank für alles, danke euch.